დღის მეორე ნახევარია. ლამის 12 საათია დაწყებული და ეხა ხო მარკეტში მივდივართ, აი ჩვენი გოგო გვეუბნება რომ მივდივართ მარკეტში. რა უნდა იყიდო მარკეტში? არიცის ჯერ. არჩევს რა. რომ მივალთ მე ჩამოყალიბდება და არჩევს. დღეს მამიკო სახლში ყავს და გადავწყვიტეთ მარკეტში წასვლა. ცოტა რაღაცები გვაქვს საყიდელი, მაგრამ მოვილევთ. და მე ვნახოთ. მე დედიკოს გეგმაში აქვს ძმების შეჭრა. პონდიკი, სად აკავს პონდიკი და მართლა? თაგუნია ყოლია ეველინას უკან. წავით ახლა ვიყიდით ცოტა რაღაცებს, დღეს რა შევჭამთ, წარმოდგენა არა გვაქვს. Просто დაჯებსანდალი მაგ სახში, მაგრამ ეველინა ისევ აჯებსა და სად შეჭამს, მე დიდი სიამოვნებით. აიცა დასვენების დღემა, კაცამა, აი. შევუკვეთით რაღაც. დასვენების დღე თვითონ აკეთებს საჭმელს. გავიგულაო, ბატა. დასვენების დღე აქვს, თვითონ აკეთებს დღეს საჭმელს. რას გააკეთებ, აბა თქვი. ესე მაიმუნავს ხოლმე ზურა. როდესაც ცდილობს, რომ დედიკო მოიყვანოს ხასიათზე. ევეთან მღერის უკან. ევე მღერის უკან და ესეთ ამბებში ვარ საკმაოდ ცხელა, მინდა გითხრათ. მაგრამ ჩვენ მზე გვიხარია და მოწმენდილიცა. დავით ახლა მარკეტში, მედია ბევრი ხალხი არ იქნება. ეს ჩადე. აი ეს. აი გამოიდა დადე? აი ეს ჩადე. დადე, ქვემოხდადე. აი, ახალი კვილი ხოთქი ეველინას, ჰა? Quilis pasta? Aha, შენი quilis pasta. Aha, quilis pasta? ჩადე. შენ. ჩადე ყუთში. კალათში. არ გახსნა, ნო. სახში გახსნა, სახში. აქ არა. სახში რომ ვარ და გამოვიხსენოთ მე საჭროს შეჭამ quilis. აჰა. წავედი. აი, საერთოდ. ეგარი? პირა მე ოდონდოვრს. წამოდი, ავიდე. მოდი. ეკეთი გვა. ხო? ერთი ცალი ვიყიდე. ხო, და ჯერ არ გამიხსნია, ჯერ. შენ გაყველის პასტა ხარ გვა? ნუ შენ გაყავს რესტორანს. უჯრასი ძმა მამა. რა. მე არ მინდა. შენ თუ გინდა იყიდე, მაი. ავარჩიოთ ნახე. აი ეს. აი, და ჩადია. აი ეს ფასტაკლებაცა გადასარევია. ხო ბაბა. ხო. გავიქცეთ? გავხედავთ. ხლორიკედა, ხლორი აქ არ არის. ეს ის ვინდა. ესეთი რამე თუ გინახიათ სადმე, ვისაც კვერცხის გატეხვა და ათქვეფა ეზარება, აგერ ძლიანი 10 ცალი კვერცხი დაახლოებით, ათქვეფილი შეგიძლიათ შეიძინოთ. ან მხოლოდ და მხოლოდ ცილა. გადასარევია. ზარმაცი ადამიანებისთვის. როგორ ვიყავ ვიკოს? ცხოლია. სერიოზული სახე. ყუჩული. Τι მორე? სადმე ხარ ყავამ დაიყიდო? გაზიანი არ ვინ არაფერი მაგ? გაზიანი როდის დავლიეთ ბოლოს? რა მეკითხო. აღარ ახსოვს. საფი არ ქონდა ეს. ой, ჯემი გვინდა ხო? ხო, ჯემი. ევეს ჯემ. უშაქრო. მოვედით მარკეტიდან და ვნახოთ ახლა რა ვიყიდეთ.
თქვით თავიდან რომ ბევრს არაფერს არ ვიყიდით თქო, მაგრამ მაინც მიდიხარდით ჰიპერმარკეტში და გინდა არ გინდა ყიდულობ. სამზარეულოს ხელსახოცები, ყურის ჭხირები, კოღოს წამალი, სახლისთვის, ნაგვის ცელოსნები, ზურამ კაფი შეიძინა ჯილეტის. ასევე შევიძინეთ ღრუბელი სამზარეულოს, ბამბის დისკები, ზურასთვის ჯილეტის ბრიტვები, ევეს კბილის პასტა, ეს სპრეი არის ტარაკნებისთვის და ჭიანჭველებისთვის. არ აქვს სუნი, ანტიალერგიულია და ერთი სიტყვით აივანზე გვჭირდება აუცილებლად, რადგან ვინც არიცით ათენის ქუჩებში ტარაკნები დადიან, როგორც საღლები დასეირნობენ ისე. თან პატარები კი არა, საკმაოდ დიდები, გეგონება ვინმეს ტარაკანა სასეირნო დაყავს გამოშვებული და თითქმის ყოველ საღამოს ვერანდას ვასხამთ სპრეის, რომ ტარაკანა არ შემოვიდეს და არ შემოგვეპაროს სახლში ან ვერანდაზე, მაგრამ კიც რომ შემოიპაროს. ჩვენი მოლი ისეთი გოგოა. ერთი წამი არ გააჩერებს, ესე იგი მუსრსავლებს ტარაკნებს. ზურა მიყიდა ეს რაღაც ახალი ნივია არის გამოსული დეოდორანტი და ასევე ფა და ნახოთ აბა ეს არის ლაქებს რომ არტოვებს. ესეც ასე ლაპეტით მარსეიეს დუშგელი ძალიან კარგი სუნელი აქვს, ძალიან მომეწონა. ერთს ყიდულობ, ერთი საჩუქრად. ასევე დეტოლი, რა თქმა უნდა, ეს რა მაქვს სახში, ასე მქონია. ვერ ვისვენებ, მიუხედავად იმისა, რომ ვიყენებ ასევე ძმრის, სპირტის და წყლის ნაზავს ერთ-ერთზე გაზავებულს, მაგრამ დეტოლი მაინც გული მაქვს მშვიდად. ესეც ჩვენი ერთი ჩანთა. ეხლა გადავიდეთ მეორე ჩანთაზე. მოდი ეს ჩანთა ავიღოთ. აქ რძე გვაქვს. ეველინას უყიდეთ დანონის, ჩამოვარდა. ესეთი დანონის იოგურტი, რომელსაც ახლა მიირთმევს. ამოვიღო ბარემ აქედან და შევდებ მაცივარში. და ასევე დანონის დესერტი, იოგურტივით არის. ბანანი, გარგარი და მარწყვი. ესეთი გემრიელობები ეველიკუნას ეს თერმოჩანთაში ვდევთ აუცილებლად, რაც მაცივრის არის, რადგან სახლამდე ვიდრე მოხვალ ადამიანი დნებიდა. ტუალეტის კაღალდი, ეს აქეთ დავდოთ. კიდე რა ვიყიდეთ? რა ვიყიდეთ? ხელსახოცებით ან მრავლად. რადგან წამებში თავდება. ეს ერთბებ ესეც ხელსახოცი ცხვირსახოცია უბრალოდ და ჩემი ალერგიის პატრონი ერთი სულ მაქვს საძინებელში და ერთი მისაღებში. კიდე. უი, დიდი ყავა წამოიღე, რა კარგი გიქნია. მართლა? ის მე მგონი ფასტაკლებაც ქონდა. 40 მოდუღებაო. ბევრია. ლუმიდის ჩვენი უსაყვარლესი ყავა. სხვა შორს ძალიან ბევრს უჭირს ისა. უკაცრავად აქ რაღაც მაწუხებს. სხვა შორს ძალიან ბევრს უჭირს ბერძნულ ყავას და შეგუება და მე ისე მიყვარს ბერძნული ყავა. ნალექიანი. დილას მეუღლე მომიდუღა და არ დამილევია. მე საერთოდ ისეთი ვარ, რომ შემიძლია ერთი ჭიქა ყავა დილას მოდუღებული საღამომდე სვა. ესეც მაკარონი.
ასევე ბრინჯი სუპისთვის და ასევე ბრინჯი ორთქლში გატარებული, ამას გარნირად ვაკეთებთ ხოლმე. დღეს რა ვსჭამთ არ ვიცით. აუცილებლად ვერმიშელი. გიждდება ეველინა. ძალიან მიყვარს და მე ძალიან მიყვარს. ესე ცოტა რომ მოხრაკავ იმაზე. ტაფაზე. ეს არის ნივიას ბალზამი, კრემი, ნუ არ ვიცი რა დავარქვა ერთი სიტყვით, ფრეში ესე ქვია, ნივია მენის ფრეში, გაპარსვის შემდეგ სახეზე რომ წაისვა, ახალი გამოსულია და ისე მაინტერესებდა, როდის ვაიმე რა სურნელი აქვს ზურა. ისე ნივიას ის რომ გაყიდინე, რომ გამოვიდა ეხა ახალი. სახეზე წასასმელი და სხვა შორის აწერია, რომ სახე, ტანი და ხელებზე შეგიძლია რომ წაისვა. ვაუ. ძალიან მაგარი სურნელი აქვს, აი საოცრება. შეხედეთ და შეუძინეთ თქვენს მამაკაცს კმაყოფილებს დარჩებიან. სადღაც 4 ევრომდე ღირს და დამაინტერესა, იმიტომ რომ რეკლამა იყო. და ზურა ხან ჯილეთს იყენებს საერთოდ ქაფს ან ხან ნივიას და მეთქი თუ იქნება მარკეტში შევიძინოთ თქო და ეხლა რომ ვიყავით წასვლები კი დაგვხდა. ძალიან კარგი. ასევე შევიძინეთ ესეთი გრანიტა ვნახეთ, აქ არის წვენი, ხილის წვენი, ლიმონი, ალუბალი, პორტოხალი, მარწყვი, არის დანამატების გარეშე, კონსერვანტების გარეშე და ესე. ესე გავხსნი ახლა, მოლი, შენთვის არ არის. შენთვის არაფერი არ გვიყიდია, მოლი, იმიტომ რომ ყველაფერი გაქვს. და ესეთი რაღაცა. და გაყინავ და შემდეგ მიირთმევ ნაყინივით ერთი სიტყვით და ზურამ წამოიღე მოვსინჯოთო. რაც თავარია, ნუ როგორც აწერია დანამატების კონსერვანტების გარეშეა და სტით ეს გადასაგდებია. რა ვუყიდეთ ეველიკუნას? ეველიკუნას ვუყიდეთ აი ესეთი Oral-B-ის კბილის ჩოთკი. ეს არის უკვე 3 წლიდან. ეველინას კბილებს უხერხავთ პირველივე კიჭი, როგორც კი ამოუვიდა. აი მაქედანვე დავუწყეთ კბილის ხეხვა. და ეხლა უკვე 3 წლიდან შეუძლია აი ამ Oral-B-ის კბილის ჩოთკის გამოყენება და მოდი ეხლა გავხსნათ, ვნახოთ როგორია. და ქონდა სკლავენიჩი ფასდაკლება 30 ევროდან ღირდა 15 euро. საერთოდ არ იყო ცუდი შემოთავაზება. ესეც ასე. ვაი მე ლამაზია. ეს თვითონ რაც ამუშავებს კბილის ჩოთკს. ეს არის დამტენი. აბა მოვიღოთ დამტენი, ელექტრო არის, არ არის ელემენტებზე, ეს არის ელექტრო. სხვა შორის მეც ამაქვს. შემაძმომ ჩამომიტანა გერმანიიდან და საკმაოდ კარგად ვიყენებდი, მაგრამ ეხა ორსულობაში ვეღარ ვიყენებ ძალიან რბილ კბილის ჩოთკს, რადგან გარკვეული პრობლემები შემექმნა კბილის მინებთან დაკავშირებით და ამიტომ ფრთხილად მივუდექი ამ საკითხს. და კბილის ჩოთკი, კბილის პასტა და გამოსავლები სპეციალურად სხვანაირი მაქვს შერჩეული და გაჩვენებთ შემდეგ. აი ესეც თვითონ კბილის ჩოთკი. ეს მაგდება ზემოთ, აქ. და რომ არ დაისვაროს და ჰიგიენურად რომ შეინახო, აი ესეთი ყუთი აქვს. აი ეს დადებ და ინახება კბილის ჩოთკიც და თვითონ მისი ვასი, რა ქვია ხა მას. ნუ რაც არის თლიანად კბილის ჩოთკი ერთი სიტყვით. დავტენოთ ახლა ეველიკუნას კბილის ჩოთკი და საღამოს მერე გამოიყენებს ჩვენი გოგო.
და ზურა მეუბნება ეხა მაგასო შენ გამოწიწკნიო? ესეც ასე. ეს დაიტენება. ეს შევინახოთ. ზურა მოდი იცეკვეო მამამის ეუბნება. არც ეკვას დედა ზურა შენთან ერთად. მოდი დედა, მამიკო ეტყობა გარეთ არის, მანქანასთან რაღაც საქმე აქვს, ადროვე. ხანს მოურჩით თუ ამ ჩანთას და ეხა ბოლო დაგვრჩა. Wait. სენდვიჩის პური. ზურამ წამოიღო წვენი, ლიმონის და ჟოლოსი, ვარდისფერი ლიმონათი ესე ქვია. მე წამოვიღე მანგოს წვენი, რაღაც მანგოს წვენი მომინდა სასწაულად. ძალიან მიყვარს მანგოს წვენი და განსაკუთრებულად გემრიელი მანგოს წვენი იყიდება. აღმოსავლური რაღაცები რომ იყიდება, მაღაზიები არის ცალკე ეგვიპტელების. აი მანდ იყიდება რაღაცა სასწაული მანგოს წვენი. ესეც სქელი ბლანტი შაქარი. მაინე ამ ყველაფერს რა დაალაგებს თვალსაჩინო. კილო პიტეს, ეს არის მაკარონივით, მაგრამ ხელით გაკეთებული არის ბერძნული. ტაჰინი თაფლით. ევეს უყვარს ძალიან. და ასევე ევესთვის წამოვიღეთ ისი საყვარელი ჯემები უშაქრო. ჰაფტა. ეს იყო სულ. მოვალაგე ხა ეს ყველაფერი და მე არ ვიცი, ალბათ მოგვარდებით, რას შევჭამთ. დღეს იმედია. იმედს არ ვკარგავ. ქმარი არაფერს არ მეუბნებოდა, მე მგონი მართლა თვითონ ამზადებს იმას. სადაც. გავბივარ გიჟივით, რომ იტყვიან თვეებში საჭმელად. ჩემი დავტოვე ხა უცებ, საჭმელს შეჭამენ. ზურამ შეუკვეთა ქათმის ხორცი. მაყალზე შემწვარი კარტოფილთან ერთად და ცოტა ვჭამე მეც. მამაშვილი დავტოვე ხა ჭამდნენ. და მე მიხედავს ზურა. დამირეკენ სალონიდან ხომ მოდიხარო და მეთქი კი მოდივარ. აქვე ახლოს ასახთან კიდე კარგი შორს არა ვარ წასასვლელი. გზაზე გადავალ და მისული ვიქნები უკვე. შევიჭერით მა? თქვენ რა გეგონათ ძალიან მოკლეზე შევიჭრიდი? არა, უბრალოდ ესე შევისწორა, ცოტა ცოლკა შემიჭრა და ეხლა გავწევ სახლისაკენ. თან მომშივდა. მალე შემჭრა სხვათა შორის. და მეთქი ჩოლკა კიდე დამიმოკლე თქვა და არაო ცოტა ხარო მე რომ აწევა რომ მოგინდესო ვეღარ შეძლებო და ამიტომ დამინდო. სულ ამ კაცთან მიწევს ხოლმე თმის შეჭრა და ეს რომ დარეკავდა დანიშნავ ვიზიტს საერთოდ არ გიწევს ცდა. 10 ევრო დაბანა, თმის შეჭრა, დავარცხნა და დაბანის დროს ისეთ მასაჟს გიკეთებენ თავზე. ნუ მარტო მაგისთვის ღირს მისვლა. წავედი ახლა სახლისაკენ. დავისვენეთ ცოტა შადღეზე, მამიკოს და შილიკოს ცოტა ეძინა. არ მეძინას. რა გეძინა გაჭერდი. მართლა არ მეძინა საერთოდ. მე უხრინავდი. შუა დღე? ხო. არა, მაი. ხო და მამიკომ ეხლა დაისვენა ყოველ შემთხვევაში ცოტათი მაინც დაისვენა. კაი, გაბრალებ ხრინვას. და ეხლა მამიკომ გადაწყვიტა წაგვიყვანოს, სად წაგვიყვანოს? სად მივდივართ? საქანელებზე მივდივართ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი საქანელები არ იქნება. და ზუსტად არ ვიცით, ისე ღიად არის თუ არა, იმიტომ რომ ინტერნეტში შედიხარ ყველაფერზე ამ კოვიდის სიტუაციის გამო სხვადასხვანაირად წერია ყველაფერი. რა, დავდივარ სუქანაოს, აი საქანელე. სუქანაოს. ხო. ეს თვითონ აპირებთ ალუფან პარკში წასვლას და ანუ დიდების ალუფან პარკის გვერდით არის პატარების. ისე მარუში არის ყველაზე მაგარი ბავშვებისთვის, ევესასაკის ბავშვებისთვის მარუში არის ყველაზე მაგარი. ადიას რა ვიღებ წავიდეთ ნახე. ხო და ეხა მარუში კალციადან მარუში 1 საათი მაინც ხონდა ვიყოთ გზაში ეხა 45 წუთი უეჭველი და ეს ჩვენთან აქვე ახლოში არის და გავისეირნებ და ნახავთ. ხო
ხო და ჩვენ გოგოს საკანელა უნდა ხო? საკანელა. ტრანსულიკოს. კუნიაბელა. მოვედით, მაგრამ რომ არ ველოდით, იმდენი ხალხია, თვითონ პატარა ბავშვების ჭიშკართან შესასვლელში, ხო, სადაც პატარა ბავშვების გასართობი ის არის. იქ ძალიან ბევრი ხალხი არის რიგში, ხო დედა, ხო ჩემოსიხარი. ხო დედა. და მოვედით და სადაც ესე იგი ალუფან პარკის პარკინგი არის თვითონ უფასო, ის საერთოდ დაკეტილია. ცარიელი, ტარიელი ესე ერთი მანქანაც არ აყენია და აქ უნდა ვეძებოთ ახლა სადმე დასაპარკინგებელი ადგილი და იმედია ვიპოვოთ. დღეს სუსუ შემთხვევით ისე რომ გადაწყვეტილი არც მქონდა შევიძინე ეს ფეხსაცმელი. და არ გაინტერესებთ რა მივეცი? 35 ევროდან 10 евро და გახარებული ვიყავი ისეთი რომ სირბილით მომქონდა ისეთი კომფორტულებია თუ გაცვია ფეხზე საერთოდ ვერცი გრძნობ. ეხა მივდივართ, ხო? მაგე, ვიდათ რომ 1 евро ღირს 1 საათი. შენ როგორაც გინდა სიხარულო? ა? ოდისა ალუფან პარკში, აი, ჩანს კიდევაც. ალუფან პარკი მდებარეობს რენტის ეკუთვნის, არა? რენტის ეკუთვნის, ნიკეს არა, რენტის ეკუთვნის. და წავით, ახლა ეველინას ნახოთ რა რეაქცია. აქვე ვიყავით, მათ შორის. ვილაჯი არის აქ, დიდი სავაჭრო ცენტრი და კინოთეატრი. ცხენები უნდა ვნახოთ, ცხენები როგორ ტრიალებს და დაჭდები და იკატავებს საქანელაზე. იქ დედა სადაც ვიყავით არაფერი ისეთი არ იყო, რაღაცნაირად მოძველებული საქანელები იყო ნამეტარი. რასაც შეჩვეულია ჩვენ უბანში, რასაც ნახულობს ჯიხურებთან. ხო, მაშინ აქ ქვეყანა მაგრამ. მაშინ ოპერიცი ყავდა და პაწაწუნა იყო და პირველად ყავდა ესე წამოყვანილი იმაზე. და ზამთარი იყო, მე მგონი. არ ვიცი, ზამთარი, ზამთრის პირი იყო. არ ვიცი. იუჰუ! წავედით, აბა, გავართადევე. წავედით, ეზოში ვართ უკვე, მაგრამ ვიცით ბილეთების რიგში ვართ, არა და წინათ რო ვიყავით მოსულები, ბილეთს არ ყიდულებდი, უბრალოდ შეგეძრო, შესულიყავი, დაგეთვალიერებინა და თუ გაგიჩნდებოდა სურვილი, მე გეყიდა ბილეთები და ეხლა ყველაფერი შეცვლილია. ეხლა შეცვლა საცალები მეორთქლება. და უნდა გეკეთოს ნიღამი მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეა. და ეველინა იპარება ბილეთის გარეშე. ევე! იასუ! იასუ! ტიკანის! ცხენი ყავს ეველი კუნას. ვაუ, რა მაგარი ცხენი ყავს და? კიხარია? ნახოთ ება რა რეაქცია ექნება. კარგია დედა? მოწონს? სურა, აი, გახედე სურას, აი, აქე რა გერ არის და აგერ, აი, გახედე ნახე, აი, სურა, დავხიე ხელი, აი, სურა. ვაუ! ძალიან მაგარია.
ნეტო მეცხრეზე ვიჯდე ახლა. ეველინას გაპროტესტების მიუხედავად როგორც იქნა წამოვედით არ უნდოდა წამოსვა, იმიტომ რომ ძალიან მოსწონდა და ხო, დაწვა. დაწვა, ჩასეველიკუნა. ნუ რა შეგვიძლია გითხრათ, საკმაოდ ისიამოვნა ეველინა, მაგრამ უბრალოდ ჩვენც გვეშინია ზოგიერთ რაღაცებზე, ანუ არ შეიძლება მშობლების დაშვება. ხოლოდ ბავშვი შეიძლება რომ დაჯდეს. და ზოგიერთზე შეიძლება რომ მშობელიც იყოს ბავშვთან ერთად და მაგ შემთხვევაში თუ ბავშვი არ ვთქვათ 5 წლის თუ არის, ანუ 5 წლის თუ არის, ხო, ანუ რო იცი რომ დაზუსტებით რო იცი რომ არ ადგება და ისიამოვნებს და არ შეეშინდება. ანუ მაგ შემთხვევაში გიღირს 16 ევროიანის ყიდვა ულიმიტოდ ბავშვი, ესე იგი დაჯდება ყველა ატრაქციონზე და მშობლების შესვლისთან ხასაც იხდის 3 ევრო თითო ადამიანზე. რა ვიცი, ნეველა ყვაყოფილი იყო, უბრალოდ ბევრ რაღაცაზე ვერ დაჯდა, იმიტომ რომ პატარა ჯერ და გვეშინოდა, რომ აი მარტო შეიძლება და ამდგარიყო, შეშინებოდა, ხო. და ამდგარიყო და ხო, ეგ არის, თორე რაზეც შეეძლო დაჯდომა და ჩვენთან ერთად სკლავენიტი, სამხერა სკლავენიტი. ხო, დიდი სკლავენიტია, ჰიპერმარკეტია. აქ გადიხარ. ესე
კმაყოფილი მშობლები და კმაყოფილი შვილი მოვდივართ ახლა სახლში. რა ვიცი, მე კმაყოფილი ვარ. სულ არაობას, ანუ პირველი იყო ესე მაშინ რო ვიყავით სუსუ პირველად მოსულები, მაშინ არაფერზე უბრალოდ ისე თვალი გადავავლეთ რომ იტყვიან და ეხა უკვე ეველინამ გაიგო, შეიგრძნო, მანქანებზე იკატავა, ცხენებზე იკატავა, იქ კიდე სხვადასხვა რაღაცებზე იკატავა და მე ვეკითხებოდით, აი აქ გინდა რომ დაჭდეს სპილოები იყო მაგალითად და რომ შეხედა რომ ის მაღლა ადიოდა ძალიან და ეს არა არ მინდა ეგრევე გააპროტესტა. ანუ მისი კითხვის გარეშე, ანუ ეველინასთვის რომ არ გვეკითხა, ისე არ ვაჯენდით არაფერზე რომ არ შეშინებოდა. ესე ამბები. კმაყოფილი ხარ ხო? კი, უბრალოდ მე გააპროტესტა რომ წამსვლა არ უნდოდა და გაგვიბრაზდა ცოტა და მე დაწყნარდა რომ აუხსენით რომ აი აწი შეიძლება დაიკეტოს აღარავინ არ იქნება იქ თან მოლი მარტო სახლშია მთელი ამბები და ისტორიები მოუყევით და შეგაბრაზებული ნაბიჯებით მოყვებოდა სახლში ვართ უკვე რახანია მოლი რა იყო რა გინდა მოლი შახუტება მოფერება უნდა არკმარა არასოდეს სიყვარული მოფერება, ჩახუტება, ჩვენთან ერთად წოლა და ძილი, არკმარა მოლის ხო? არკმარა მოლის არკმარა რა. მოლის ველაპარაკები. მამიკო იქეთ არის. დღეს რადგან ზურა. მოლი, მოიცა. მაცადე. თუ მაცადოს ახლა მოლი. დღეს რადგან მამიკო სახლში არის, ეველინა საბანავებს ზურა და დედიკო ისვენებს და ჩამოვჭექი ახლა აგერ დავიღალე საკმაოდ მაგრამ ესე ვარ კარგ ხასიათზე ვარ რადგან ასე ერთად დრო ვატარებთ დროს ხო ყველანაირი დარდი ფიქრი გავიწყდება და ეს ტკბები ყოველი წუთი და წამი და მით უმეტეს როდესაც ეველინა ბედნიერია და კარგ ხასიათზეა მაშინ ხო მამამისი აბოდებს არ შეუძლია მამამისის გარეშე. ესეთი იყო ჩვენი დღე, რომელიც გაატარეთ ასევე თქვენ ჩვენთან ერთად და ეხლა დაგემშვიდობებით. მეცინება ეველინა რა დღეშია. დაგემშვიდობებით და შევხვდებით რა თქმა უნდა მომავალ ვლოგში დროებით.